სიკვდილის ჭილები არიან ის ადამიანები, რომლებსაც ჩადენილი დანაშაულისთვის სასჯელის უმაღლესი ფორმა მიესაჯათ. მიუხედავად იმისა, რომ ეს მეთოდი საკმაოდ საკამათოა, სიკვდილის დასჯა დღესაც კანონიერად რჩება ზოგიერთ განვითარებულ ქვეყანაში. დანაშაულის სიმძიმიდან დაწყებული, უკანასკნელი ვახშამით დასრულებული, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ სად იმყოფება პატიმარი. ამ ეპიზოდში სხვადასხვა ქვეყანაში არსებულ სიკვდილის დასჯის მეთოდებზე მოგიყვებით. 2021 წლის იანვარში 109 ქვეყანამ სრულიად გააუქმა სასიკვდილო განაჩენი. მათ შორის არიან ევროკავშირის ყველა ქვეყანა, დიდი ბრიტანეთი, ავსტრალია, კანადა, მონღოლეთი, არგენტინა, მექსიკა, ფილიპინები და სხვები. მათ გარდა კიდევ 28 ქვეყანაში სიკვდილის დასჯა პრაქტიკაში აღარ არსებობს. რაც გულისხმობს იმას, რომ ეს მეთოდი კანონმდებლობაში კვლავ რჩება, მაგრამ მიუხედავად ამისა, ოფიციალურად იგი 10 წელზე მეტია, რაც აღარ გამოუყენებიათ. ეს ქვეყნებია მიანმარი, მაროკო, ალჟირი, კენია, სამხრეთ კორეა და სხვები. უცნაურია, მაგრამ სიკვდილო განაჩენი 55 ქვეყანაში კანონით ახლაც დაშვებულია. ამ ქვეყანათა უმეტესობაში მკაცრი დიქტატორული რეჟიმი მოქმედებს. ჩინეთი, საუდის არაბეთი, ჩრდილოეთ კორეა და მათ შორის იაპონიაც, რომელიც ამ სიაში ერთადერთი დემოკრატიული ქვეყანაა. უნდა ითქვას ისიც, რომ ყველა ევროპულ ქვეყანას სიკვდილის დასჯის მეთოდი არ გაუქმებია. მაგალითად, ბელორუსში მთავრობა საკუთარ ძალაუფლებას ნებისმიერი პროტესტის ჩასახშობად იყენებს. გავრცელებული მცდარი მოსაზრების მიუხედავად, უმაღლესი სასჯელის ფორმა ამერიკის ყველა შტატში დაშვებული არაა. დამნაშავეს სიკვდილით 26 შტატში სჯიან, 24-ში აკრძალულია, ხოლო 3-ში მორატორიუმი მოქმედებს. ამბობენ, თუ მზად ხარ კანონის დასარღვევად, მაშინ შედეგებისთვისაც მზად იყავი, მაგრამ სასჯელის სიმძიმე ქვეყნების მიხედვით განსხვავებულია. ამერიკაში არსებობს დანაშაულის 42 ტიპი, რომლის ჩადენის შემთხვევაში ადამიანს სიკვდილით სჯიან. მათ შორისაა მკვლელობა, მატარებლის გამიზნული ავარია, ან იმ საშიში ნივთების გადატანა, რომლებსაც სხვა ადამიანის სიკვდილის გამოწვევა შეუძლიათ. მათ გარდა გვხდება მეტად სპეციფიკური დანაშაულიც, მაგალითად ჯაშუშობა, სახელმწიფოებრივი ღალატი და ომი ხელისუფლების წინააღმდეგ. გამომდინარე იქიდან, რომ დანაშაულის ეს ტიპები ნაციონალური უსაფრთხოებისთვის საკმაოდ საზიანოა, მათი ჩადენის შემთხვევაში სიკვდილი გარდაუვალია. სხვა ქვეყნებში სრულიად განსხვავებულ სიტუაციას ვხედავთ. იაპონიაში ადამიანს სიკვდილით სჯიან იმ შემთხვევაში, თუ მისი დანაშაული სრულიად შეესაბამება 9 კრიტერიუმისგან შემდგარ სისტემას. მათ შორის ითვალისწინებენ დანაშაულის სისასტიკეს, მოტივსა და მსხვერპლის ოჯახის გრძნობებს. მსხვერპლთა რაოდენობა მნიშვნელოვან როლს თამაშობს სასიკვდილო განაჩენის გამოტანაში. ამიტომაც, როგორც წესი, სიკვდილით ძირითადად სერიულ მკვლელებს სჯიან. 1993 წლის შემდეგ 130 შემთხვევიდან 16 შემთხვევაში მსხვერპლი მხოლოდ ერთი ადამიანი იყო. ჩრდილოეთ კორეაში მილიტარისტული რეჟიმის გამო ხელისუფლების წინააღმდეგ ჩადენილი ნებისმიერი ქმედება ყველაზე მძიმე დანაშაულად ითვლება. მკვლელობასა და სახელმწიფოს ღალატთან ერთად წვრილმანი დანაშაული, მაგალითად ყალბი ნივთების დამზადება და კონტრაბანდა, ასევე შესაძლოა სიკვდილით დასჯის მიზეზი გახდეს. მიუხედავად იმისა, რომ ჩრდილოეთ კორეაში გაურკვეველი კანონებია, ისინი მაინც ვერ შეედრება ნიგერიას. ქვეყნის 12 მუსლიმანურ რეგიონში მკაცრი ისლამური კანონი შარიათი, როგორც საკანონმდებლო, ასევე რელიგიურ სფეროებში მოქმედებს. ძირითადად სასიკვდილო განაჩენი ისლამში არსებული წმინდა ფიგურების ნეგატიურ კონტექსტში მოხსენების შემთხვევაში გამოაქვთ. საუდის არაბეთში შარიათის კანონები აბსოლუტურია და მკრეხელობა ან ღმერთის წინააღმდეგ ბრძოლა ამ ქვეყანაშიც სიკვდილით ისჯება. გარდა ამისა, ანალოგიური განაჩენი შესაძლოა ჯადოქრობის შემთხვევაშიც გამოიტანონ. როდესაც დამნაშავეს სასიკვდილო განაჩენს გამოუტანენ, მისი ცხოვრება მომენტალურად იცვლება. დამნაშავე საერთო საკნიდან იზოლირებულ საკანში გადაჰყავთ, რომლის ფართობი 4.6-დან 6.5 კვადრატულ მეტრამდეა და მასში განთავსებულია უბრალო საწოლი და საპირფარეშო. მიუხედავად იმისა, რომ დამნაშავეები საკანში მარტონი არიან, დღის განმავლობაში მათ სხვა პატიმრებთან საუბრის და მუშაობის უფლებაც კი ეძლევათ. განსხვავებული სიტუაცია ფლორიდის შტატში. აქ საკანი მხოლოდ 5 კვადრატული მეტრია და ხშირ შემთხვევაში მასში ნიჟარა არაა. დასაბანად პატიმრები საშხაპეში გადაჰყავთ, რა დროსაც ისინი მუდმივი დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან, რათა მათ გაქცევა არ სცადონ. სიკვდილის ჭილებს სამჯერადი კვება აქვთ, დილის 5 საათზე, 11-ის ნახევარზე და 4 საათზე. მათ დღის განმავლობაში საკნიდან გასვლა მხოლოდ 1 საათით შეუძლიათ, ხოლო დანარჩენ 23 საათს იზოლირებულად ატარებენ. 2016 წელს, როდესაც დელავერში სიკვდილით დასჯა ჯერ კიდევ დაშვებული იყო, სიკვდილის ჭილებს ბევრად უკეთესი პირობები ჰქონდათ, ვიდრე სხვა შტატებშია. ერთადგილიანი საკნები 8.4 კვადრატულ მეტრზე მეტი იყო და დამნაშავეებს საერთო სამზარეულოს გამოყენებაც კი შეეძლოთ. გარდა ამისა, კვირის განმავლობაში მათ გამოყოფილი ჰქონდათ 21 საათი ვარჯიშის, შხაპის მიღებისა და ვიზიტებისთვის. დღეისათვის ყველაზე ცუდი პირობები ალაბამას აქვს. აქ საკნები 4 კვადრატულ მეტრზე ნაკლებია. საკნებს არ აქვთ ფანჯრები და გაგრილების სისტემა. გამომდინარე იქიდან, რომ ალაბამაში ზაფხულის პერიოდში ტემპერატურა 32 გრადუსს აღწევს, სიცხე ხშირად პატიმრებისთვის აუტანელია. საინტერესოა, როგორი სიტუაციაა სხვა ქვეყნებში. იაპონიაში ამერიკის მსგავსად სიკვდილის ჭილები იზოლირებულ
იზოლირებულ საკნებში ცხოვრობენ. მათი ფართობი 7.4 კვადრატული მეტრია. იაპონური წესებიდან გამომდინარე, ამ საკნებში საწოლები არ დგას, მაგრამ მათში უნიტაზი, თაროები და ნიჟარაა განთავსებული. იმის გამო, რომ პატიმრებმა საკუთარი თავი არ დააზიანონ, ყველანივს კუთხეები მომრგვალებული აქვს. როგორც ამერიკაში, იაპონიაშიც პატიმრებს დღის განმავლობაში სამჯერად იკვება აქვთ. მათი რაციონი ძირითადად ბრინჯის, სუპისა და თევზის ან ხორცის მცირე პორციისგან შედგება. სიკვდილმისჭილებს ციხის მაღაზიის გამოყენება ეკრძალებათ, ამიტომაც დამატებითი საკვები მათ მენიუში არაა. დღის განმავლობაში მათ ეზოში გასვლა მხოლოდ ნახევარი საათით შეუძლიათ. ასეთი პირობები იდეალურისგან საკმაოდ შორსაა, მაგრამ ინდოეთში სიტუაცია ბევრად უარესადაა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყანაში სიკვდილმისჭილთა საცხოვრებელი პირობების შესახებ საკმაოდ მცირე ინფორმაცია ვრცელდება, არიან ისეთი პატიმრებიც, რომელთა სასიკვდილო განაჩენით საბოლოოდ შეიცვალა და ამ პატიმრების მიერ მოყოლილი ისტორიები ნათელ წარმოდგენას გვიქმნის მათი ყოველდღიურობის შესახებ. ეს დამნაშავეები თითქმის მთელი დღის განმავლობაში იზოლირებულ საკნებში იმყოფებიან და მათ სხვა პატიმრებთან საუბარი კატეგორიულად აკრძალული აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულში ტემპერატურა 45 გრადუსს აღწევს, არც მათ საკნებშია გაგრილების სისტემა. ყოველ საკანს ფანჯარა აქვს, საიდანაც ეზო ჩანს. ეზოში სახრჩობელაა განთავსებული, რომელიც პატიმრებს მუდმივად ახსენებს იმას, თუ რა ელით მათ ახლო მომავალში. ინდოეთის მსგავსად ვიეტნამშიც ასეთი პატიმრების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია საკმაოდ მცირეა, მაგრამ კანონის მიხედვით სიკვდილმისჭილები იზოლირებულ საკნებში მუდმივი ყურადღების ქვეშ იმყოფებიან. ზოგიერთი პატიმრის მტკიცებით, თუ სიკვდილმისჭილი განსაკუთრებულად საშიშ დამნაშავედ ითვლება, მას ფეხებზე ბორკილებს აბამენ. ბორკილებს დღის განმავლობაში მხოლოდ 15 წუთით ხსნიან, და დროსაც პატიმრებს შხაპის მიღება, ჭამა ან საპირფარეშოთის სარგებლობა შეუძლიათ. მას შემდეგ, რაც სასამართლოს სასიკვდილო განაჩენი გამოაქვს, კანონის სისრულეში მოყვანა შესაძლოა საკმაოდ დიდ ხანს გაგრძელდეს. ზოგიერთ ქვეყანაში სიკვდილმისჭილები საკუთარ სასჯელს მრავალი წლის განმავლობაში ელოდებიან. ამერიკაში სააპელაციო საკითხებთან, გრაფიკთან, მრავალწლიან განხილვასა და სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული იურიდიული პრობლემების გამო პატიმრებს საშუალოდ 22 წლიანი ლოდინი უწევთ. ამ დროის განმავლობაში სიკვდილმისჭილთა 25% ბუნებრივი მიზეზების შედეგად იღუპება. 90-იან წლებში ლოდინის ხანგრძლივობა საშუალოდ 8 წელი იყო, მაგრამ განაჩენის გამოტანის სირთულისა და საქმეების რაოდენობიდან გამომდინარე, დროც საკმაოდ გაიზარდა. მაგალითისთვის, რეიმონდ რეიელსმა საკანში 45 წელზე მეტი გაატარა, რის შემდეგაც მისი სასიკვდილო განაჩენი 2021 წელს სამუდამო პატიმრობით შეცვალეს. მაგრამ მას შემდეგ, რაც გადაწყვეტილებას ხელს აწერენ, დამნაშავეებს სიკვდილით დასჯამდე მხოლოდ 10-დან 90 დღემდე რჩებათ. იაპონიაში სასამართლო შესაძლოა წლები გაგრძელდეს, მაგრამ პატიმრებს საკუთარი სიკვდილის თარიღს არ ატყობინებენ. ამიტომაც იოაო ჰაკამადას ისტორია საკმაოდ საინტერესოდ მოგეჩვენებათ, რადგანაც ის 48 წლის განმავლობაში ყოველდღე სიკვდილით დასჯას ელოდა, მაგრამ საბოლოოდ იგი გაამართლეს მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ პოლიციამ სასამართლოზე ყალბი მტკიცებულებები წარადგინა. განაჩენის სისრულეში მოყვანის სისწრაფის კუთხით ჩინეთს კონკურენტი არ ჰყავს. ექსპერტები ამტკიცებენ, რომ გადაწყვეტილებასა და სიკვდილით დასჯას შორის საშუალოდ 40 დღე ასაჭირო, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ამ ქვეყანაში წლის განმავლობაში ათასობით ადამიანის სიკვდილით ისჯება, ეს დრო ალბათ საკმაოდ ლოგიკურია. შედარებისთვის, ამერიკაში 2020 წელს სიკვდილით მხოლოდ და მხოლოდ 17 ადამიანი დასაჯეს. ბელორუსში დროსანამ ადამიანის საკუთარ სასჯელს შეეგუება უფრო ნაკლებია. ამბობენ, რომ პატიმარს სასამართლოს გადაწყვეტილების წარუმატებელი გასაჩივრების შესახებ ინფორმაციას სიკვდილით დასჯამდე მხოლოდ 2 წუთით ადრე ატყობინებენ. რომელია უფრო საშინელი, ელოდო სიკვდილს წლების განმავლობაში, თუ ეცადო საკუთარ ბედს სიკვდილამდე რამდენიმე წუთით ადრე შეეგუო. დაწერეთ თქვენი ვერსიები კომენტარებში. თუ შემდეგი ვახშამი თქვენთვის უკანასკნელი აღმოჩნდება, რას აირჩევდით? ალბათ იმას, რაც თქვენთვის ყველაზე გემრიელია. ზოგიერთ ქვეყანაში სიკვდილმისჭილებს უკანასკნელი ვახშამის არჩევის უფლებას არ აძლევენ, მაგრამ შტატების უმეტესობაში მათ ალკოჰოლისა და თამბაქოს გარდა ყველაფრის მოთხოვნა შეუძლიათ. ზოგიერთ შტატში სიკვდილმისჭილებს მხოლოდ ციხის შიგნით არსებული პროდუქტებიდან უწევთ ვახშამის არჩევა. ამასთანავე თითქმის ყველა შტატში უკანასკნელი ვახშამის ლიმიტი მკაცრადაა გაწერილი. მაგალითად, ფლორიდაში ლიმიტი $40, ხოლო ოკლაჰომაში მხოლოდ და მხოლოდ 15. ლიმიტის დაწესებამდე 2011 წელს ლოურენს ბრუერმა უამრავი საჭმელი შეუკვეთა და საბოლოოდ ისინი ხელუხლებელი დატოვა. ამიტომაც ტეხასმა პოლიტიკა შეცვალა და დღეისათვის იქ დამნაშავეებს უკანასკნელი ვახშამის არჩევა აღარ შეუძლიათ. წარსულში შტატებში შედარებით რბილი წესები მოქმედებდა და სიკვდილმისჭილებს ნებისმიერი პროდუქტის შეკვეთა შეეძლოთ. მაგალითად, ჯონ უეინ გეისიმ, რომელიც სიკვდილით 1994 წელს დასაჯეს, სიკვდილის წინ შემწვარი ქათამი, კარტოფილი, კრევეტები, მარწყვი და კოკა-კოლა შეუკვეთა. 1963 წელს
ვიქტორ ფეგერმა მხოლოდ ერთი ცალი ზეთისხილი მოითხოვა. ვიქტორს იმედი ჰქონდა, რომ მის საფლავზე ზეთისხილის ხე გაიზრდებოდა, როგორც მშვიდობის სიმბოლო, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. ერთ-ერთი ყველაზე უცნაური შეკვეთა ჯეიმს ედვარდ სმიტმა 1990 წელს გააკეთა. მან ერთი თებში მიწა მოისურვა. თანაც ეს მიწა აუცილებლად სასაფლაოდან უნდა ყოფილიყო წამოღებული. ამ უცნაურ სურვილს ვუდუს რიტუალს უკავშირებენ. ჯეიმსი თვლიდა, რომ თუ ის მიწას შეჭამდა, მაშინ აჩრდილად აღარ გადაიქცეოდა. ამერიკისგან განსხვავებით, ტაივანში ალკოჰოლთან დაკავშირებული აკრძალვა არ არსებობს და ამიტომაც სიკვდილმისჯილის უკანასკნელ ვახშამს ერთ ბოთლ ლიქიორს უმატებენ. ისეთ დიდ ქვეყანაში, როგორიც ინდოეთია, კანონში უკანასკნელი ვახშამის შესახებ არაფერი წერია, მაგრამ როგორც წესი, ციხეში დამნაშავეთათვის გამონაკლისს უშვებენ. 2012 წელს ერთ-ერთმა სიკვდილმისჯილმა მხოლოდ და მხოლოდ 2 ცალი პომიდორი შეუკვეთა. ზოგიერთი დანაშაული კანონის მიხედვით სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს, მაგრამ განსაკუთრებულმა გარემოებებმა შესაძლოა შედარებით რბილი სასჯელი განაპირობოს. ამერიკაში გონებრივი ჩამორჩენა საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტორია. 2014 წლამდე დაუშვებელი იყო იმ ადამიანის სიკვდილით დასჯა, რომლის IQ-ს მაჩვენებელიც 60-ზე ნაკლები იყო, მაგრამ ერთ-ერთ დამნაშავეს, ფრედი ლი ჰოლს, რომელსაც IQ-ს მაჩვენებელი 71 ჰქონდა, ფლორიდის სასამართლომ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. მოგვიანებით, მრავალი განხილვის შემდეგ სასამართლომ გადაწყვეტილება გააუქმა. მიუხედავად იმისა, რომ ნიგერიაში არ არსებობს კანონი, რომელიც გონებრივად შეზღუდულ დამნაშავეებს შეიწყალებს, ამ ქვეყანაში ორსული ქალების სიკვდილით დასჯა აკრძალულია. ვიეტნამში ორსული ქალები სიკვდილით დასჯის ნაცვლად სასჯელად სამუდამო პატიმრობას იღებენ. გარდა ამისა, მსგავსი გამონაკლისი კეთდება დედებისთვის, რომლებსაც 3 წლამდე შვილები ჰყავთ და მოხუცებისთვის, რომელთა ასაკიც 75 წელზე მეტია. არსებობს ალტერნატივა კორუმპირებული ხელისუფლების წარმომადგენელთათვისაც, რომლებიც სიკვდილით დასჯას გადაურჩებიან იმ შემთხვევაში, თუ კანონოდ მითვისებული თანხის 75%-ს დააბრუნებენ. არაბთა გაერთიანებულ საამიროებში კომპენსაცია კანონიერ საშუალებად არა მხოლოდ საჯარო მოხელეთათვის, არამედ ნებისმიერი ადამიანისთვის ითვლება. აქ შარიათის კანონები მოქმედებს და დამნაშავის გათავისუფლება მსხვერპლის ნათესავებს შეუძლიათ. 2021 წელს ინდოელმა ბიზნესმენმა პექს კრიშნანმა, რომელიც გაერთიანებულ საამიროებში სიკვდილით უნდა დაესაჯათ, მსხვერპლის ოჯახს $130,000 გადაუხადა და საბოლოოდ სასჯელი თავიდან აერიდა. სიკვდილით დასჯის თანამედროვე მეთოდები ქვეყნების მიხედვით განსხვავებულია. ქვეყნების გარდა ეს განსხვავებები ამერიკის შტატებშიც გვხვდება. ამერიკაში ადამიანის სიკვდილით დასასჯელად არა 1 ან 2, არამედ 5 მეთოდი არსებობს. მაგრამ როგორც წესი, ყველაზე ხშირად სასიკვდილო ინjekციას იყენებენ. თავდაპირველად დამნაშავეები სპეციალურ ოთახში გადაჰყავთ, რის შემდეგაც მათ საწოლზე აბამენ. ამის შემდეგ სიკვდილმისჯილის ორგანიზმში 3 განსხვავებული ფარმაკოლოგიური პრეპარატი შეჰყავთ. პირველი ნემსი ადამიანის დასამშვიდებლადაა, მეორე მის პარალიზებას იწვევს, ხოლო მესამე გულის მუშაობას აჩერებს. ინjekციის გარდა 8 შტატში, რომელთა შორისაც ალაბამა, ფლორიდა და ტენესი შტატები არიან, დამნაშავეს სიკვდილით ელექტროსკამის გამოყენებით სჯიან. მოძველებული მეთოდები, როგორებიცაა მომწამლავი აირი, დაშვებულია 3 შტატში, ჩამოხრჩობა 2-ში, ხოლო დახვრეტა 4 შტატში. შტატების უმრავლესობაში დამნაშავე თავად ირჩევს სიკვდილის მეთოდს. იაპონიაში და სამხრეთ კორეაში სასჯელის ძირითადი ფორმა ჩამოხრჩობაა. იაპონიაში პატიმარი სტერილურ ოთახში გადაჰყავთ, სადაც იატაკზე წითელი კვადრატია დახატული. მათ თვალებს უხვევენ და თავზე ტომარას აცვამენ. საბოლოოდ პატიმარს წითელ კვადრატში აყენებენ, რის შემდეგაც 5 ბადრაგი ერთდროულად 5 ღილაკს ხელს აჭერს. მაგრამ რატომაა საჭირო 5 ღილაკი იმ შემთხვევაში, როდესაც ლუკს მხოლოდ 1 ხსნის? ამ მეთოდით ბადრაგებმა არიციან, თუ ვინ გამოუტანა პატიმარს სასიკვდილო განაჩენი, რაც მცირედით მათ სინდის სამშვიდებს.